საქართველოს მელიორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროინჟინერია ნიადაგისა და წყლის სპეციალობა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს. ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები კომპანიის რეგიონულ სერვის ცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ. საქართველოს მელიორაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც აგროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან სტაჟირებას, რომლებიც სწავლობენ თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. ჰქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც წარმოადგინეს პრეზენტაციები, გადაეცათ სერტიფიკატები. ჩვენი სტუდენტები რამოდენიმე ვინც ეს სტაჟირება გაიარა თქვენს დეპარტამენტში დასაქმდნენ კიდევაც, ეს იგივე დუალური სწავლების ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ სტუდენტი პრაქტიკულ სამუშაოს გადის თქვენ სამსახურში, თეორიულს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა პრესიაში შრომა, ინტენსიური სწავლება და საბოლოოდ ერთი თვის შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ 4 სტუდენტმა თემები და ეს თემები წარუადგინეთ ჩვენი უნივერსიტეტის კათედრისა და მელიორაციის თანამშრომლობის წინაშე. სტაჟირების კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნებს. ჩვენ საველე პირობებში მოვიარეთ თითქმის მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს. ერთად სიონის, ალგეთის და დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე კაშხლები და სარწყავი სისტემები.